შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის ნომერ მესამე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაცია და განახორციელეს შემეცნებითი აქტივობები, სადაც მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობაზე საკუთარი იდეები და მოსაზრებები გააჟღერეს. დღეს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა და შეხვედრა გავმართეთ აფხაზეთის მესამე საჯარო სკოლაში, სადაც უფროს კლასელებთან ცნობიერების ამაღლების კუთხით ჰქონდა დისკუსია, პრეზენტაცია. შავი ზღვა, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი საგანძურია, ჩვენი ქვეყნის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქე ამასაკიდანვე აცნობიერებდეს, თუ რაოდენ დიდი როლის შეტანა შეუძლიათ თითოეულ ჩვენთაგან მის დაცვაში, შენარჩუნებაში და გაფრთხილებაში. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია. რაშიც მოსწავლეებმა მივიღეთ მონაწილეობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პრეზენტაცია. გავიგე ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია და მადლობა ამ დღისთვის.